გამარჯობა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას სარჩევი, მე სანდრო ლორთქიფაინძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ კინო ლიტერატურაზე. დიახ, ეხლა მე თავი კინოში მგონია, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ სწორედ იმ წიგნებზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელსაც ძალიან უყვარს. ოღონდ შეიძლება უყვარს ეკრანიზაციებიდან, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი საყვარელი ფილმის საფუძველი თავდაპირველად იყო ლიტერატურული ნაწარმოები. აი სწორედ ასეთ წიგნებზე ვისაუბრებთ დღეს და პირველ ნაწილში მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან საინტერესო სერია, რომელიც სულაკაურის გამოცემობამ გამოსცა და განაგრძობს ამ სერიისთვის წიგნების შემატებას. მე კი ორ წიგნზე მინდა ვისაუბრო, ესენია უინსტონ გრუმის Forrest Gump-ი და ტრუმენ კეპოტის საუზმე ტიფანისთან. ორივე სახელწოდება და სათაური ალბათ გეცნოთ, დარწმუნებული ვარ. Forrest Gump-ი ძალიან ცნობილი ფილმი არის, რომელიც ძალიან ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად არის მიჩნეული. 1994 წელს რობერტ ზემეკისმა გადაიღო ფილმი, რომელშიც Forrest Gump-ის როლი ტომ ჰენქსმა ითამაშა. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანს ნანახი აქვს ეს ფილმი და ძალიან უყვარს კიდეც. მაგრამ რითია წიგნი გამორჩეული და ფილმი თუნდაც 10-ჯერ გქონდეთ ნანახი, რატომ ღირს რომ წიგნი მაინც წაიკითხოთ, იმიტომ რომ წიგნი არის დაწერილი პირველ პირში, ანუ Forrest Gump-ი თავად ყვება თავის ისტორიას. წარმოიდგინეთ, როგორი დამაინტრიგებელია ეს ყველაფერი, ხომ? Forrest Gump-ი ადამიანი, რომლის IQ-ც, როგორც თავადვე აღნიშნავს, 70-ზე დაბალია, როგორ მოყვება თავის ამ ძალიან საინტერესო ისტორიას, თავგადასავალს და სხვათა შორის წიგნი ასევე დამაინტრიგებლად იწყება. ბავშვობიდანვე იდიოტი ვარ. პირდაპირ ასე აცხადებს Forrest-ი და შემდეგ განაგრძობს თავისი ისტორიის მოყოლას. Forrest Gump-ი, რომელმაც შემოირვინა მთელი ამერიკა, რომელიც იცნობდა პირადად პრეზიდენტებს, ვარსკვლავებს, ცნობილ ადამიანებს, რომელმაც დაამყარა რეკორდები და რომელიც შეიყვარა მთელმა ამერიკამ, არის ამერიკული ოცნების სახე, ასეც აღიარებენ ხოლმე და მიიჩნევენ კრიტიკოსები. მოკლედ მე გირჩევთ, რომ უინსტონ გრუმის ეს ძალიან საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, მიუხედავად იმისა, ფილმი გაქვთ თუ არა ნანახი, გიყვართ თუ არა, წიგნი მაინც შეგიყვარდებათ ყოველ შემთხვევაში და ასევე მეორე წიგნი, რომელიც აღნიშნვის ღირსია, ეს არის ტრუმენ კეპოტის საუზმე ტიფანისთან. წიგნი, რომელიც 1958 წელს დაწერა კეპოტიმ და სულ რაღაც 3 წელიწადში ფილმიც გამოვიდა, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამაში დამსახურება და თავისი როლი ითამაშა, დამსახურება მიუძღვის და როლი ითამაშა ალბათ ოდრი ჰეპბერნმაც, რომელმაც მშვენივრად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი გმირის ჰოლის როლი და ძალიან ბევრი რამეა ცნობილი ამ ფილმიდან, თუნდაც ოდრი ჰეპბერნის ცნობილი შავი კაბა, რომელიც შემდეგ უკვე ესეთ საკულტო კაბად იქცა, შეიძლება ქალებისთვის ძალიან ხშირად აცვიათ ხოლმე ასეთი კაბების საღამოებზე და ძალიან ბევრმა ქალბატონმა შემდეგ მიბაძა კიდევაც ოდრი ჰეპბერნის ჩაცმულობაში და მთლიანად ვიზუალურ მხარეში. ტრუმენ კეპოტის საუზმე ტიფანისთან აღსანიშნავია ლიტერატურული კუთხით, ეს არ არის მხოლოდ ნაწარმოები, რომელიც ფილმისთვის იქცა კარგწყაროდ, ეს არის ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოები. მოთხრობა არის, უფრო რომანად არ მოიხსენიებენ ხოლმე, იმიტომ რომ პატარა ზომაში უფრო განივრცო შემდეგ ფილმის გადაღების დროს, თუმცა ლიტერატურული ხერხები, ახალი ფორმები, რომელიც ტრუმენ კეპოტიმ აღმოაჩინა და შემოიტანა ლიტერატურაში, თავისთავად ძალიან საინტერესოს ხდის ამ ნაწარმოებს. მოკლედ, უინსტონ გრუმის Forrest Gump-ი და ტრუმენ კეპოტის საუზმე ტიფანისთან ის წიგნებია, რომელიც მე მინდა რომ გირჩიოთ. ვაგრძელებთ კინო ლიტერატურაზე საუბარს და რადგან ჩვენი მეორე ნაწილი ყოველთვის ეძღვნება ხოლმე non-fiction-ს, არამხატვრულ ლიტერატურას, ამიტომ მე გადავწყვიტე ერთი წიგნი მომიტანა თქვენთვის, განსაკუთრებით დაინტერესებთ ალბათ იმ ადამიანებს, ვინც წერით არის დაინტერესებული, ვინც შეიძლება არ არის მწერალი და კინოსცენარისტი მაინც და მაინც, მაგრამ უნდა რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში სცადოს კინოსცენარის დაწერა. ეს არის წიგნი, რომელმაც 2009 წელს არამხატვრულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილი
წვლილისთვის ბრემ სტოკერის პრემია მოიგო. წიგნი, რომელზეც სხვადასხვა ჟურნალები, კინოჟურნალები და კინოკრიტიკოსები წერდნენ, რომ კინოაკადემიაში სწავლის 4 წელს ჯობია ის რჩევები, რომელიც ამ წიგნშია მოყვანილი, რადგან რედაქტორმა მაიკლ ნოსტმა შეაგროვა ყველაზე ცნობილი ავტორების, ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კინოსცენარისტების რჩევები და გააერთიანა ერთ წიგნში და გვირჩევს თუ როგორ შეიძლება დავწეროთ ჰორორი. ჩვენ მქონდა ჰორორზე საუბარი ერთ-ერთ გადაცემაში და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ გადაცემას, საიდანაც მე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მოყვარული ყავს ჰორორს და ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს ეს ჟანრი, სწორედ ამიტომ გადავწყვეტე კიდევ ერთხელ შევხებოდი ამ თემას. მაიკლ ნოსტის გარდა ამ წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის რჩევებია შესული, კლავი ბარკერი, ჯო ლენსდეილი, პოლ ვილსონი, რემზი კემბელი, შეიძლება ეს გვარები და სახელები არაფერს გეუბნებოდეთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სცენარისტის ვინაობა არ ვიცით ხოლმე, მაგრამ მათი ნაწარმოებები, მათი ქმნილებები ნამდვილად ძალიან ბევრის მთქმელია და ამერწმუნეთ, ისინი არიან ავტორები ყველაზე ცნობილი ჰორორ სიუჟეტებისა და ჰორორ ფილმების სცენარებისა. სწორედ ეს ადამიანები გვირჩევენ, როგორ შეიძლება შევიტანოთ ჩვენს ჰორორ სცენარში იუმორი, როგორ უნდა განვავითაროთ სიუჟეტი, როგორ ჩავაგდოთ პერსონაჟი ისეთ სიტუაციაში, გამოუვალ სიტუაციაში, რაც ავტომატურად შექმნის სასპენსს და მოულოდნელობას, როგორ დავაფუძნოთ სიუჟეტის შიშებს, ადამიანურ შიშებს, რაც ყოველთვის მთავარი ლაიტმოტივია ხოლმე ჰორორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Writers Workshop of Horror, ასე ქვია ამ წიგნს, მაიკლ ნოსტი ავტორი და მოკლედ შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოიწეროთ, შეიძინოთ, გაეცნოთ და შემდეგ სცადოთ თქვენს ჰორორის დაწერა, იქნებ როგორი ნაწარმოები გამოგდით და იქნებ როგორი სახელიც მოიხვეჭოთ ამ წიგნისგან მიღებული რჩევების წყალობით. ვინ იცის? და რაზე შეიძლებოდა მესაუბრა გადაცემის მესამე ნაწილში, რომელშიც ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობ ხოლმე, გადაცემაში, რომელიც კინოლიტერატურას ეხება, თუ არა იმ ნაწარმოებზე, რომელიც მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ქართული კინოფილმის საფუძველი გახდა. ეს არის რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები, კიდევ ერთხელ შევეხები სულაკაურის სერიას კინობიბლიოთეკას, რომელმაც გაგვანებივრა და მეც საშუალება მომცა, რომ ეს ნაწარმოები ლიტერატურული ფორმითაც წამეკითხა, თუმცა რა თქმა უნდა პირველად ალბათ უმეტესობა ჩვენგანმა, მაყურებელმა, ქართველებმა ალბათ ფილმი ვნახეთ ელდარ შენგელაიას შედევრი, რომელიც 1983 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, თუმცა მანამდე სწორედ დაიწერა რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები. ეს არ იყო თითქოს კინომასალა, თავად რეზო ჭეიშვილი წერს ნაწარმოების შესახებ, სხვას რომ გადაიღო, შეიძლება არაფერი არ გამოსულოდა, აქ არც სიყვარული, არც სიმღერა, პურის ჭამა, არც დეტექტივი, არის მხოლოდ სერიალი დიალოგი. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს საბჭოთა ეპოქის ყველაზე კარგი ანარეკლია და სწორედ ამიტომ გახდა ალბათ ასეთი შედევრი ფილმიც და ნაწარმოებიც ნამდვილად ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს. ისე საინტერესოდ იწყება თავად წიგნი, ალბათ გახსოვთ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი დირექტორის სიტყვები, რომ ფეხბურთი გამიგია, კალათბურთი გამიგია და ეს მოტობურთი რა უბედურება, არ ვიციო. აი ასე იწყება წიგნი, წიდასფერ კალოზე მოტობურთს თამაშობენ, უზარმაზარ ბურთს და აფხოკიალობენ მოტომხედრები წინ და უკან. ამ ორ წინადადებაში მიხვდებით, რომ ლიტერატურული ღირებულება ძალიან დიდი აქვს წიგნს და არ არის მშრალად დაწერილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორც სწორედ რომანი, ლიტერატურული ნაწარმოები და ისიამოვნოთ კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩათვალოთ, რომ იცით მოვლენათა განვითარება, იცით სიუჟეტი, იცით როგორ დასრულდება, თუმცა მაინც ძალიან ბევრ მოულოდნელობებს გვირდებათ ნაწარმოები და დამიჯერეთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ ამ შედევრისგან. ამიტომ გირჩევთ რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები შეიძინოთ საქართველოს წიგნის მაღაზიებში, გაიხსენოთ როგორი იყო საბჭოთა ეპოქა, რა ხდებოდა მაშინ და კიდევ ერთხელ ისიამოვნოთ ამ შესანიშნავი ქართული შედევრით. აი ესეთი გადაცემა გამოგვივიდა კინოლიტერატურაზე. ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ
სულაკაურის კინობიბლიოთეკაზე, სერიაზე, რომლის ფარგლებშიც გამოიცა ტრუმენ კეპოტი საუზმე ტიფანისთან, ასევე გამოიცა უინსტონ გრუმის ფორესტ გამპი, ორი ძალიან ისეთი ცნობილი და სახელმოხვეჭილი უკვე ნაწარმოები, ასევე მეორე ნაწილში ვისაუბრეთ მაიკლ ნოსტის მიერ გამოცემულ და დარედაქტირებულ workshop-ზე, Writers Workshop of Horror, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნდა დავწეროთ ჰორორი, შესანიშნავ რჩევებს გვაძლევს, ხოლო მესამე ნაწილი დაეთმო ქართულ ლიტერატურას და რა თქმა უნდა განვიხილეთ რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები. ეს იყო გადაცემა სარჩევი, მე სანდრო ლორდ-კიფანიძე ვარ, კლავაც და გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. ბედნიერად.